მოგესალმებით, ლიტერატურული სამკუთხედი იწყება. დღეს მედატორეს ვიმუშავებთ თქვენთვის, ლაშას აქვს ვირუსი. იმედიათ შემდეგ შაბათ შემოგვიერთდება და ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლება სტუმარი და სწორედ სტუმართან ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, გადავხედოთ ახალ კანონებს ცენზურასთან მიმართებაში, არ მხოლოდ ცენზურასთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი დღე ასეთია. საკმარისია რაღაცნაირად 1 საათით სხვა საქმეზე გადაერთო და უკან დაბრუნებული აღმოაჩენო ახალი კანონი დაგვეწია. ხო, მოკლედ ორი საინტერესო წიგნიც გვაქვს და ვეცდებით რომ რაღაცნაირად წიგნთანაც წიგნებიც გირჩიოთ, ამ წუთებში საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ყრილობა იწყება თუ დაიწყო ალბათ უკვე, იმიტომ რომ პირველის ნახევარზე იყო დაანონსებული, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, რაღაცა გაერთიანებას სამომავლო მუშაობისთვის, იმისთვის რომ რაღაცნაირად ჯანსაღი გარემო პირველ რიგში, ხო, და საინტერესო ადამიანების გაერთიანება, ჭკვიანი ადამიანების გაერთიანება, რომელიც პროცესებს დაეხმარება. პროცესებს კი ნამდვილად ჭირდება დახმარება და ბუნებრივია ყველა თავის, ასე ვთქვათ, როლს პოულობს ამ საქმეში. ყველაზე დიდი გახმაურებული ამბავი იყო დიღომში, თბილისი მოლთან დაანონსებული აქცია, სადაც მეც ვიყავი და იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი რაც, ასე ვთქვათ, შეიძლება ამ დროს აძლევდეს ადამიანს გულს და რაღაცა სიმტკიცეს იყო ხალხის რაოდენობა, რომელიც იქ შეიკრიბა. ბევრი ისაუბრეს ამაზე, თითქმის 1 კვირა გავიდა უკვე. მე უბრალოდ ერთი რაღაცის გამო რაღაცაზე მინდოდა აქცენტის გაკეთება, რადგან რა თქმა უნდა ასევე ვსაუბრობთ ხოლმე ერთ-ერთ მონაკვეთში, როდესაც ჩვენ ფეხით მოვყვებოდით ამ გზას, რომელზეც აქტიურად დაჟინებით გთხოვდნენ, რომ გადავსულიყავით ტროტუარზე. რეალურად ტროტუარი იქ არ იყო, იყო რაღაცა ჯვრღმული, რომელშიც გვიწევდა გადასვლა, ხან გვიწევდა გადასვლა და ხან რაღაცნაირად მაინც მივიკვლევდით პირდაპირ გზას. მოკლედ ესეთი ერთი მონაკვეთი იყო, როდესაც ეკლესიასთან აღმოჩნდა მარშის დიდი ნაწილი და ერთი პოლიციელი ამბობს ესეთ რამეს, თქვენში ქრისტიანი რომელია, მარშის მიმართულებით და ირონიით ამბობს, ბუნებრივია ამას, რადგან ეკლესიასთან რადგან შევჩერდით და მე დაზუსტებით ვიცი, რომ ეს იდეა მასში, ეს აზრი მასში არა რაღაცნაირად, არ ვიცი, ცუდი აღზრდით ოჯახში ან სკოლაში. ეს არის ფორმირებული სწორედ იმ პროპაგანდისტული ტელეარხებით, რომლებიც ასე პირდაპირ კავშირს, ასე უტიფრად უარყოფენ ხოლმე ამ მოვლენებთან. კი ბატონო, აი ის რომ სწორედ რიგით პოლიციელში პროტესტში მყოფი ადამიანი არის ასეთ ხარისხში მარგინალიზებული, ხო, ბუნებრივია ამაზე ნამუშევარი აქვს არა მხოლოდ ტელეკომპანია იმედს და არა მხოლოდ მაგალითად პოზიტივის, ამაზე ნამუშევარი აქვს რუსთავიერსაც და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ყველას თავისი სპეციფიური ფორმით, მექანიზმით, არ ვიცი, წინადადების წყობით და სქემით და ამისთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი იქნება საჭირო. დღეს და ხვალ თუ არა, ახლო მომავალში ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან საშიში რამაა და ყველანი ვთანხმდებით ამაზე. კიდე, არ ვიცი, რეპლიკის სახით შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ რაღაცნაირად რეჟიმი ახალ პლასტს გადაწყვეტა, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ცალკეული ნიშნები იმისი იყო, მაგრამ ახლა უკვე რაღაცა თითქოს გააბოლდეს ეს ქალების შეურაცხყოფის საკითხი და მე არც ვერც შევძელი ფაქტიურად ბოლომდე ჩამეკითხა ის ჩამონათვალი იმ შეურაცხყოფის კასკადის, რომელიც თვითხილველებმა
გაუზიარეს საზოგადოებას, რა შეურაცხყოფასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან. ეს არის ძალიან მძიმე გამოცდილებები და მათ შორის იყო ეპიზოდები, როდესაც იგივე მაგალითად ნენსი ვოლანდის შემთხვევაში, როდესაც ჩხრეკის დროს შორის დროს მას გაშიშვლება მოთხოვეს და როგორც ყოფილი უფლებადამცველი წერდა, ამის უფლება არ აქვს და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა რაღაცნაირად ხელი უკვე წამოვიდა ქალებისკენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რამდენიმე ეპიზოდი, თუნდაც არ ვიცი, ნათია ძიძიგური იქნება თუ ბუნტურის შემთხვევაში, ეს ეპიზოდები ცალკეული ქალზე ძალადობის, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი იყო კიდეც. ესა ამ დრომდე რაც გვაქვს ხო თქვი რამდენი ხო ვიღაც ეწერა და ძალიან სწორად ეწერა რომ ამ სისტემისთვის იყო ქალი იყო შეუმჩნეველი რა რაღაცნაირად ზუსტი პარალელი იყო გავლებული რომ 12 წლის წინ ეს ხელისუფლება მოდიოდა ყვებოდა ანეკდოტებს შედი ქალ ბუდკაში და რაღაცნაირად მათ აღქმაში ქალები იყვნენ ყოველთვის ესე რომ ასე თუ ის უნდა გააკეთოს რა და უცბად აღმოჩნდა და სისტემამ კარგად იცის როგორ მოაგვაროს კაცებთან პრობლემები რა ეხლა ვიღაცას გვერდზე გაყვანით ვიღაცასთან იმენით ვიღაცასთან ამენით მაგრამ სისტემა აღმოჩნდა უძლური ქალებთან ანუ ქალების აქტიურობასთან იმიტომ რომ არ იცის სხვა მეთოდი როგორ გამკლავდეს ეს განსაკუთრებული აგრესია. რა ხო იცოდა შანტაჟი მაგალითად. პირადი ცხოვრების ეგ გამონგრეველია. რა თქმა უნდა საშინელებაა. ეს ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ეხა არ იყენებდა ამას ანუ ნაკლები ინსტრუმენტია ქალებთან ბრძოლაში აქვს ნაკლები ინსტრუმენტი რაღაცნაირად ესე გამოდის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და ამიტომ მას ყველაზე მეტად გაუჭირდა ქალებთან დაპირისპირება ასე ვთქვათ. და ეს მეორე სტერეოტიპს ვეჯახებით ალბათ აქ, რომ ქალი არის სუსტი სქესი, ხო, მათ ასეთი ადამიანების აღქმაში ზოგადად, რომ და ამიტომ მასზე ასეთი ტიპის ძალადობით და იძულებით შეიძლება მარტივად გატეხო მათი წინააღმდეგობა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის ვინც კარგად იცნობს ქართველ ქალებს და ქართველი ქალების ბუნებას და მათ შორის საქართველოს ისტორიას, ასეთ პრიმიტიულ დასკვნას არ უნდა აკეთებდეს ალბათ. თუმცა ხო, ქალები არის და ობიექტურად არის, ხო, ქალები ამ პროტესტის ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი. ხო, ამ შემთხვევაში ამის მაგალითს მზია ამაღლებელი რა თქმა უნდა, მისი უტეხობა, მისი პრინციპულობა, ეს არის ნამდვილად შთამაგონებელი პირდაპირ გარდა იმისა, რომ რა ვიცი, ადამიანურად არის უმძიმესი საყურებელი, მაგრამ მისი ეს არჩევანი ამავდროულად არის კიდეც ადამიანისთვის რაღაცნაირად პირდაპირ ეხება შენ სინდის, ხო, რომ როდესაც ადამიანი ასეთ უკიდურესობამდე მიდის სამართლიანობის თვის ბრძოლაში, იმიტომ რომ ამაღლობელის ეს ნაბიჯი არ არის რაღაცა პირადი თავისუფლებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ანუ ეს არის ნაბიჯი, როდესაც ადამიანი უარს აცხადებს შეეგუოს ძალადობით თავს მოხეულ უსამართლობას, ხო? და ეს ამბები რო ვიცით, მე დროშის ამბავი რო ვიცით, რო ვიცით ამდენი უკანონო დატყვევებული ჩვენი თანამოქალაქის ამბავი ბუნებრივია, წვიმა არ უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელმაც აქციაზე გასვლაში უნდა შეგიშალოს ხელი, თუნდაც. თუმცა არსებობს აი აქ მივადექით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს რომელიც მე მგონია რომ ძალიან თავარია ასე ვთქვათ პროტესტის წარმატებისთვის რომ არსებობს ძალიან დიდი როგორ ვთქვა სივრცე ორ პროტესტში მყოფი საზოგადოების ორ ნაწილს შორის ერთი ნაწილი არის რომელიც რუტინულად ამას ყოველდღე ფიზიკურად ქუჩაში აკეთებს მეორე ნაწილი ჩვენი საზოგადოების და უმრავლესობა არის ის ვინც ამას ვერ აკეთებს ყოველდღე ვერ აკეთებს რუტინულად და რაღაცნაირად ანუ ესეთი აღქმა გაჩნდა რომ თუ მე არ შემიძლია ფიზიკურად გავიდე აქციაზე მაშინ შემიძლია რომ არაფერი ამ პროტესტისთვის არ გავაკეთო და გადავიდე პასიური მოლოდინის რეჟიმში. ანუ ობიექტურად ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის გაბრაზებული მინიმუმ ქართულ ოცნებაზე
და ამ ბრაზის გამოხატვის ფორმა არ უნდა იყოს მხოლოდ პროტესტი, ანუ მხოლოდ ფიზიკურად ქუჩაში გასვლა. იმიტომ რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, რის გამოც ვიღაც შეიძლება ვერ ახერხებს ამას და მას არ უნდა ჰქონდეს ეს განცდა, რომ რადგან მე დღეს არ შემიძლია რომ პირობითად რუსთაველზე გავიდე და მონაწილეობა მივიღო ამ პროტესტში, ანუ არაფერის გაკეთება არ შემიძლია და მე ტელევიზორთან დავждე და ვუყურო, რომ აბა დღესაც გადაიკეთა. აი ძალიან პრაქტიკული იმამდე რომ დავიყვანოთ, ამას ალტერნატივაც აქვს, ხო, მაგალითად. რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ, რომ ამ ალტერნატივას სხვა ვერ გიკარნახებს რა, ანუ შენ იცი შენი მოცემულობა, შენ იცი ერთადერთი შენი რესურსები და შენ უნდა მოძებნო რამე და მე ვამბობ ამას, რომ რამე არა ერთჯერადი, არამედ რამე როლი ამ პროცესში, რომელსაც რუტინულად გააკეთებ. ეს შეიძლება იყოს, რავი, ყოველდღე რაღაც კონკრეტული პოსტის დადება, რაც შენ პროტესტს გახდის თვალსაჩინოს. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სინერგია შეიქმნას და ეს სინერგია რომ შეიქმნას აუცილებელი არის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ასე გრძნობს თავს, როგორც ყველა გრძნობს თავს, ამას გამოხატავდეს რამე ფორმით. ეს შეიძლება იყოს, რავი, საკუთარი სახლიდან გადმოკიდებული ევროკავშირის დროშა, ეს შეიძლება იყოს ელემენტარულად შეძახილი, ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტში პატარა თეთრი ფურცელი, რომელზეც რაც გაგიხარდება ის დაწერო. უამრავი ფორმა შეგვიძლია ვიპოვოთ და ეგ უნდა უთხრათ პირველ რიგში ყველამ საკუთარ თავს, რომ თუ მე არ შემიძლია გავიდე და ქუჩაში დავდგე, რაღაც უნდა არსებობდეს, უნდა მოვძებნო რაღაც წერტილი, რომელშიც მე ჩემ ხმას, ანუ თვალსაჩინოს ხვდი ჩემ განწყობას. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ ეს სივრცე, ასე ვთქვათ, შეივსო და ეს ხალხი უბრალოდ მაყურებლის როლიდან გამოვიდა და კიდევ ამ მაყურებლის როლიდან გამოსვლა არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად ქუჩაში, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი არის, რომ ბევრი ხალხი თუ ქუჩაში გავდივართ სისტემატურად, ეს უფრო მეტზე წოლას ახდენს რეჟიმზე, მაგრამ ესეც ქმნის საბოლოო ჯამში აი ამ დიდ ენერგიას. გაუშველობის შემთხვევაში შეიძლება იყოს ფუნქციური და აქეთ ამ მხრიდან, მეორე მხრიდან კიდე მნიშვნელოვანია ეგ მიმღეობა გქონდეს, რომ რა თქმა უნდა, მე შეიძლება ბევრად მეტ მსხვერპლს ვიღებ და ამას ვაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ ხალხმა ვეჭხუბო, იმიტომ რომ ეგეთი ძალიან ბევრი ამბავი ვაწყდება. ხუბი არა, მაგრამ ცოტა გაკვირვებული შეიძლება დარჩა. არა, მე გულისხმობ ერთ-ერთ რამეს, მაგალითად, მე ყოველ საღამოს ვარ რუსთაველზე და ძალიან კარგი ბიჭი მოვიდა, თუ გვიყურებს, იმიტომ რომ მითხრა, რომ ყოველ შაბათს გვიყურებს, მინდა მოვიკითხო. დიდი სიყვარული ჩვენი გადაცემისადმი და ესეთი რაღაც მითხრა, რომ მე ვცხოვრობ გლდანში, ერთი გლდანელი ბიჭი ვარო, ზუსტად ესე მითხრა და ყოველ საღამოს აქ მოვდივარ, იმიტომ რომ მე ვინც მომწონს, მე ვისი შემოქმედებაც და ვისი საქმეც მაინტერესებს, ყველა აქაო და მოდის ძალიან შორიდან, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი ხო მაინც იქამდე დაიყვანება, რომ აი უკანა გზა, შორი მანძილი, როცა ტრანსპორტი აღარ არის, როცა გჭირდება დამატებითი თანხა იმისთვის, რომ თქვა გადაადგილდე ტაქსით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს რაღაცეები, როცა იცი, უბრალოდ მე გაკვირვებული ხარ, რომ აი მაგალითად გვერდზე ქუჩიდან რატომ შეიძლება ჩამოსელინება? რატო შეიძლება ის კი არა რომ არ მოვიდეს, მე ვერავის ვერ ასე მით უფრო საჯაროდ, გულში შეგვარ სხვა რაღაცები ვიფიქრო, მაგრამ საჯაროდ ბუნებრივია ვერავის განსჯას ვერ დავიწყოთ, მაგრამ ესეთი შემთხვევა იყო, რომ 100-იანის ქუჩაზე მაგალითად მაღაზიაში გამამყიდველმა გოგონამ, კარგმა მშვენიერმა საერთოდ არ იცოდა, რომ პროტესტი კიდე გრძელდებაო და აი ეს უცნაურობები არის, რომ არა, უბრალოდ რატო უნდა ამყოფოს შენი თავი ამ დროში ასეთ მდგომარეობაში, ხო? თორე ის ხო გავიგეთ რომ ვიღაცებმა ისიც არ იცოდნენ თავის წლების წინ, რომ სადღაც ომი იყო, სადღაც ებრაელებს კლავდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესაა და ეს. მე უბრალოდ იმას მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან ზუსტად გლდანიდან, დადიან ყოველდღე. ხაზგასმით ვამბობ, მანძილი. კი, ჩემს უახლოეს მეგობრებზე ვაპარაკობ, რომლებიც რუტინულად ყოველდღე, მე მგონი დღე არ გამოვტოვებიათ 73 დღეა. ამას ეს უკვე რაღაცა ვიღაცისთვის იქცა სხეული ხო რაღაცებს იმახსოვრებს, აი სამსახურში რომ მუდმივად დადიხარ. აი ზუსტად ეს ალგორითმია ამუშავებული. რაღაცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და მათ შორის ძალიან მე ყველას მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ თუ ეგ განცდა გაქვს, რომ აი პესიმიზმი გიპყრობს და ნიჰილიზმი გააბარებს, ყველაზე სწორი გზა არის, რომ გადი, გაიარე, ადამიანები ნახე და იქ იმ მუხტით შენ ეგრევე მიხვდები, რომ არაფერი არ მურჩა, არაფერი არ წააგე და ამაზეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც მინდა რომ ვილაპარაკო სად ვართ რეალურად, იმიტომ რომ მათ შორის რაღაცა პოლიტიკოსებისგანაც ვიგებ ხოლმე აი ამ რაღაც ნიჰილისტურ იმებს, რა ქვია, რომ
სისტემა არც ირყევა, არაფერი არ ხდება რეალურად და აბა ეხლა რაღაცა მოვიფიქროთ. სინამდვილეში შვიდობიანი პროტესტი ყოველთვის გულისხმობს ნებისყოფას, სიმტკიცეს და დროში გაწერილ პროცესს. რაც არის ურთულესი ყველასთვის, მაგრამ აქ არის ორი რაღაცა რა. ან თუ ჩვენ მივალთ იმ წერტილამდე, რომ შევეგუეთ, მაშინ სისტემა იგებს, ანუ დიქტატურებს სხვანაირად არ მყარდება ობიექტურად. არ არსებობს კარგი და ნათელი დიქტატურა, რომელიც ხალხს უყვარს. ეგეთი რამე არ არსებობს, ანუ თუ ხალხს უყვარ ხარ, დიქტატურა არ გჭირდება. დიქტატურას ამყარებ მაშინ, როცა შენ ობიექტურ არჩევნებში არ შეგიძლია მოიგო, ხო? თუ რაჯანდაბად გჭირდება დიქტატურის დამყარება და 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობების შემოტანა, თუ ხალხის უმრავლესობას უყვარ ხარ და შენზე გიждდება. ეგეთ რამეს არავინ არ აკეთებს, ხო? ანუ, რავი, გახვალ ჩაატარებ არჩევნებს, მოიგებ. წყნარად, შვიდად და არც არავინ არ გეტყვის, რომ ის ხარ, რა ქვია, დიქტატორი და ავტორიტარი და რაღაც ამრყევებს აცდები, ხო? გიჟი უნდა იყო, რომ ხალხის მხარდაჭერა გქონდეს და შენ მაინც ჯოხებით დარბოდე ქუჩაში და რაღაც სიგიჟეებს აკეთებდე. ეგ არის სისულელე. ელემენტარული რა. ამიტომ დიქტატურები ყოველთვის მყარდება არა მაშინ, როდესაც დიქტატურა თავს აყვარებს ხალხს, არამედ მაშინ, როდესაც უბრალოდ ადამიანები იღებენ მოცემულობას, ანუ ამას ეგუებიან. ამბობენ, რომ ხო, რავი, ვიცხოვრებ რა, რაც არის ეგ არის. და ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. არ შეიძლება რომ ჩვენ და ამასთან მოგების ერთადერთი გზა არის რომ ამ ყველა დიქტატურას აქვს რაღაცა რესურსი, სადამდე შეუძლია გაუძლოს მოქალაქეთა მხრიდან შეუგუებლობას. და ჩვენ ეს არასოდეს ეს რამე დადგენილი ზღვარი არ არის. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს 100 დღე, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს 150, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე წელიც. მაგალითად ჩვენ გვავიწყდება ეგ რომ 9 აპრილის მომენტიდან 91 ანუ 99 წლის 9 აპრილს მოხდა ეს უბედურება, ტრაგედია და 91 წლის 9 აპრილს გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. შუაში იყო 2 წელი, ხო? ანუ ეს გულისხმობდა რაღაც 2 წლიან პროცესს. ამიტომ ეს მარტივი არასოდეს არ არის, მაგრამ თუ ჩვენ ხა ეგ გვინდა რომ რაღაცა მოვინიშნოთ თარიღი და ამ თარიღზე დავასრულოთ, ანუ ეგ მხოლოდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, ჩემი აზრით. ამიტომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ ჩვენ ვერ გვეცოდინება ზუსტად სისტემა რას განიცდის ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი ქმედებები რას კარნახობს, ხო, რომ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემოტანა რას ნიშნავს? ანუ სისტემა ჩვენგან განსხვავებით, სისტემა ზუსტად იცის ჩვენ სადა ვართ, ანუ ზუსტად იცის რამდენ ადამიანშია პროტესტო განწყობა და ეს მუხტი სად არის, იმიტომ რომ ყველას გვისმენს, გვაყურადებს, მე აკრებს ამ ინფორმაციას, აანალიზებს, ხო? მე დააზუმებს სახეებს დააზუმებს, ანუ მისი ინსტრუმენტია ეს რა და რას გვეუბნება მისი გადაწყვეტილება. მისი გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ მინიმუმ 2 თვეის ამ პროცესის განლევას არ ელოდება, ანუ იმხელა მუხტია ზოგადად, რომ იმას სჭირდება, რომ ვიღაცები 60 დღით დაამწყდიოს, უბრალოდ, იმიტომ სხვანაირად პროტესტს ვერ ჩაახშობს, ანუ მან ეს სისტემამ ესე ჩათვალა აი ამ მთელი მონაცემთა დამუშავებით, ხო? მეორე რომ მას ეშინია შენობებში შესული პროტესტის, ანუ სტუდენტების, რომლებსაც დაკავებული აქვთ უნივერსიტეტების ფოიები და ეს უქმნის სერიოზულ დისკომფორტს. ამიტომ, ანუ რა კონტრავიჯებსაც ის დგამს, ის გელაპარაკება. შესაბამის კანონს იღებს მე. შესაბამის კანონს, ანუ ამით შეგიძლია მიხვდე, რომ ის კარგად არ არის, ხო? მინიმუმ, ანუ კარგად მყოფი და კარგად მყოფი რეჟიმები ესე არ იქცევიან. ჩვენ გვახსოვს მათ შორის რუსთაველზე სამთვიანი ის რა ქვია, საკრებიც და კარვებიც და ქალაქი იყო პარალიზებული რამის, ხო? მაგრამ ის ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია რომ მოიპოვა და ზუსტად მაგას შვება ხოლმე კრიზისში არჩევნები, ხო? ეს რა იყო? შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტი გადადგა, დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ არჩევნების შემდეგ მან ლეგიტიმაცია მოიპოვა და მე რამდენი თვეც გინდა მდგარიყო პროტესტი, აზრი აღარ ქონდა იმ პროტესტს რა. და ეს იყო თავარი ამბავი რა. ხო და ამათი მოქმედებები გვეუბნება, რომ ისინი კარგად არ გზნობენ თავს და საერთოდ არ არიან უსაფრთხოდ, როგორც სხვა მხრივ ამას თამაშობენ, ხო? მე აღარ მინდა რომ ბევრი დრო წაგართვა ეს რაღაცა ჩემი ეს არის ხო? მე ას ვეუბნები ადამიანს, რომ ყოველ დღე შანსი არის ვინმე არ გამაჩეროს, კითხვები არ გამიშოს. იმიტომ რომ რაღაცა ხო, ან ყველანი ამ პროცესია, შფოთია, ვიღაცა უფრო სუსტია, ვიღაცას ნებისყოფა არ ყოფის და ასე შემთხვევაში. ჩვენ მე მგონი არ მხოლოდ ეხა უკვე ისეთი ის არის, გუშინ მაგალითად ჩემი ერთი Facebook მეგობარი წერდა, რომ სლოვაკი მეგობარი მეუბნებაო, რომ თქვენ ხართ ჩვენთვის ძალიან დიდი ინსპირაციაო და იცით სლოვაკეთიც, რომ პროტესტის ტალღაშია, ძალიან მნიშვნელოვანი
ამბებშია და მეც დავადასტურე, იმიტომ რომ მეც იგივეს მეუბნება ჩემი სლოვაკი მეგობარი, რომელიც ასე პირდაპირ ესეთი სიტყვებით, რომ ჩვენთვის ხართ გმირები და აბსოლუტურად ასე ვთქვათ, რაღაცა ერთგვარ საწვავს წარმოადგენთ ჩვენი პროტესტისთვის, იქ ძალიან კარგად ფარავს დამოუკიდებელი მედია ჩვენ შესახებ ამბებს და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ამ ადამიანებთანაც გვაქვს რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, ხო უკვე, იმიტომ რომ გამოწვევა ერთია, არ დააყოვნა მათმა პრემიერმა და ასევე ქართული გავლენების კვალზე დაიწყო საუბარი ამ საპროტესტო ტალღაში და კარგია თუ პროტესტთან ასე ვასოცირდებით ჩვენ ხო დაუმორჩილებლობასთან და რაღაცნაირად არ დაგვავიწყდეს რომ თურმე მოახერხეთ ის რომ რეალურად აგერ სლოვაკეთი რომელსაც ჩვენგან განსხვავებით ძალიან მყარი ასე ვთქვათ სამეზობლო ყავს და ძალიან კარგად პოზიციონირებს ასე ვთქვათ ევროპაში მათთვისაც კი რაღაცნაირად ესეთი ბიძგი და ეს ვართ ამიტომ რთულია მაგრამ ესე ყველაფერი უნდა გვახსოვდეს ორი რაღაც ზუსტი ის არის შენ წიგნში მე მგონი ისე შეხვალ გინდა არა იყოს ეს პოეზია ოკეი ხო აი ეს არის წიგნი ჯოზეფ კემპბელის 1000 სახოვარი გმირი რომელიც ცოტა სიმართლე გითხრათ მე თან მენანება ამ კონტექსტში წარსადგენად თუ ძალიან საინტერესო წიგნი არის და ხო ძალიან საინტერესო წიგნია ბევრი გაგებით და მათ შორის ინდივიდუალურად შენ ცხოვრებასთან მიმართებითაც რო გაიაზრო ეს წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა და ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასახელებს ხოლმე ამ წიგნს რომ ისეთ წიგნად, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა რადიკალურად, მისი შეხედულებები შეცვალა რადიკალურად. საუბარი არის ჯოზეფ კემპბელის 1000 სახოვარი გმირზე. ეს არის გიორგი მაჭარაშვილის თარგმანი და მადლობა მას რომ პალიტრას დასტამბულია პალიტრაელის მადლობა მას რომ ამ ძალიან რთულ შრომას შეეჭიდა იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი ტექსტი არ არის ადვილი გადმოსატანი გადმოსაქართულებელი მაგრამ ძალიან კარგად გაართვა თავი იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება რაზეა ეს წიგნი? რა არის ეს? ხო, რაზეა და რატო არის ეს წიგნი? რატო ქვია 1000 სახოვანი გმირი? ნუ ყველაზე მოკლედ რაც შემიძლია თქვა რაზეა ეს წიგნი? ეს არის მითებზე, ლეგენდებზე და სხვადასხვა კულტურაში არსებულ თქმულებებზე და ჯოზეფ კემპბელი ამ შემთხვევაში იკვლევს საერთო ხაზებს, ანუ იმას რაც ამ სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ეპოქის მითებში თუ ლეგენდებში თუ თქმულებებში არის საერთო. უფრო მეტიც ის ამ წიგნში ძალიან ბევრი მაგალითი გვხვდება, ვთქვათ, სხვადასხვა აფრიკული ტომების, ინდიელთა ტომებში არსებული რიტუალების და ჩვენ ვხედავთ, რამდენი საერთო ისტორია, რამდენი საერთო სიუჟეტი გვხვდება გეოგრაფიულადაც კი აბსოლუტურად ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში წარმოქმნილ აი ამ ამბებში და ნუ ჯოზეფ კემპბელის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ ეს მითები და ეს ლეგენდები ჩვენ გველაპარაკებიან ჩვენი არაცნობიერის ენაზე. ანუ ის გვეუბნება რაღაც ფუნდამენტურს, გვიყვება რაღაც ფუნდამენტურს, რომელიც ადამიანში არის ინტეგრირებული და რომელიც ყველა შემთხვევაში სრულდება. შენ სადაც არ უნდა ცხოვრობდე, რანაირ კულტურაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ეს მექანიზმები, ეს მოქმედების ეს გზები, ასე ვთქვათ, ხო, ერთნაირად მუშაობს. მიუხედავად იმისა, შენ ეს იცი თუ არ იცი. და მოყავს უამრავი მაგალითი, აანალიზებს არაერთ ბერძნულ მითს და ნუ რა თქმა უნდა, ხა ბერძნული მითოლოგია ყველაზე ისეთი და ჩვენ ვიცით, ხო, თქვათ იგივე ფროიდი როგორ იყენებს ამას, როდესაც ოიდიპოსის კომპლექსს ხსნის, ხო, პირდაპირ ოიდიპოსის მითით, მაგრამ ნუ ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ესეთ ფართო ჭრილში ჩვენ ეს შეიძლება არ დაგვინახავს, ხო, ეს საერთო ნიშნები. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არის ახლა ამ წიგნის ჭრილში რო უყურებ, ხო, ჩვენ როგორც ერიც ახლა რაღაცა თითქოს ამ სიუჟეტს გავდივართ, ხო, აი ამ გზას, რომელსაც გადის ყველა გმირი, ანუ ყველა ადამიანმა შეიძლება ეს გზა გაიაროს. აი როგორც შეიძლება დღეს მაგალითად ჩვენ შევადაროთ პატიმრები, ხო არის ძალიან ცნობილი სიუჟეტი, ხო ეს, როდესაც ზოგ შემთხვევაში გველეშაპი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ის იყოს ვეშაპი გადაყლაპავს გმირს, ანუ გმირი აღმოჩნდება აი ამ ბოროტების ხეობაში, შიგნით და როგორ ხდება მე ამ გმირის ხელახალი დაბადება, ხო, როდესაც ის გამოდის აი ამარცხებს, უკვე შიგნიდან ამარცხებს ამ ბოროტებას და იშვება აბსოლუტურად ახალი, საერთოდ ახალი ადამიანი პრაქტიკულად
პრინციპულად და რაღაცნაირად ხო როცა ამას გავდივართ ხო ჩვენ ხარ რაღაცნაირად აღმოუჩდით სწორედ ამ მდგომარეობაში როცა ჩვენ გადავყლაპა გველეშაპმა და ზუსტად წიგნები იძლევა რა ამის ძალას ლიტერატურას მათ შორის ეს სიუჟეტები თქვა და ეს ამბები არ არის მხოლოდ მითებში და ლეგენდებში ხო ეს სიუჟეტებია ლიტერატურაში შემდეგ უბრალოდ ძალიან ოსტატურად გადამუშავებული აი ლევან გაბაშიძეს ჰქონდა საჯარო ლექცია რომელსაც სამწუხაროდ ვერ დავესწარი და ამ წიგნს განიხილავდა ბეჭდების ბრძანებელთან და ჰარი პოტერთან ერთად იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა ლიტერატურა ამას ითვისებს ხო ამ ძირითად ამბებს და ნუ ბეჭდების ბრძანებელი და ჰარი პოტერი ალბათ ბოროტებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე კაი სახელმძღვანელოები არის ზოგადად და ნუ შემთხვევითი არ არის რომ მაგალითად ავტორიტარულ რეჟიმებს ძირითადად არ უყვართ ხოლმე ერთი შეხედვით ეს ზღაპრები ხო აი რატო უნდა ერჩოდე ხა ჰარი პოტერს მაინც და მაინც და რატო უნდა გინდოდეს რომ ბეჭდების ბრძანებელი არ იყოს არ იბეჭდებოდეს შენთან ხო მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ დიქტატურებმა ძალიან კარგად იციან რამ შეიძლება დაამარცხოს ისინი იმიტომ რომ როდესაც ადამიანი აი ამ შინაგან რწმენას იღებს რომ მე შეიძლება გადაყლაპული ვარ ხა გველეშაპის მიერ მაგრამ ეს არ არის დამარცხება და ეს არ არის მარცხი აი ამისი გააზრება არის ჩვენთვისაც ის გააზრება რომ იცი ამდენი თანამოაზრე არის გარეთ და რაღაცნაირად მოკლედ მოუახლოვდება გველეშაპს და ჩემთვის რაღაცა ესეთ ფონზე ვკითხულობ ალბათ მე რაც ეს ყველაფერი დასრულდება დაწყნარდება ქვეყანაში ეს ციგნი კიდე სხვა თვალით წაიკითხვა ბევრჯერ შეიძლება ეს ციგნი წაიკითხო ზოგადად იმიტომ რომ ძალიან ფართოა მართლა ძალიან ფართოა ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებს მე ყველაზე საინტერესო ალბათ ამ ციგნის წაკითხვა მაინც ინდივიდუალურ ჭრილში არის რომ შენი ცხოვრების ისტორიას გადახედო შენ ფსიქიკაში რა პროცესები გაგავლილი და ეს ძალიან საინტერესო დაპარალელება როცა კითხულობ შენ თავთანაც რა მაგრამ ნუ ეხა ამ ფონზე როცა კითხულობ ვეღარ ფიქრობ შენ თავზე და რაღაცნაირად უფრო იმ ამბავს გადიხარ რომ აი ჩვენ როგორც საზოგადოებაც რომ ამ ისტორიაში აღმოუჩნდით ხო ან ჩემთვის ესე იყო და ამ მითების და ამ თქმულებების მიხედვით ჩვენ ახლა ვართ გზაში და ჯერ არ არის სახში დაბრუნების დრო ეს უნდა გავაცნობინებთ კი ეხლა ვართ ბრძოლის ეტაპზე ეხლა იბადება ჩვენ ბევრჯერ ვთქვით სხვათა შორის ეგ და ეგეც რაღაცნაირად მაინც აუცილებელი არის რომ ციგნმა გიკანახოს ხო ერთგვარად არის ხოლმე კიდე შინაგანი ამოძახილიც რომ აი ჩვენ რაღაცა საზოგადოება იბადება და ეს მართლა ეგრე არის ანუ აი ამ თელ პროცესში ჩვენ იბადება აბსოლუტურად ახალი საზოგადოება რომელიც რაღაცა დრაკონმა გადაყლაპა და ამ დრაკონს თუ გამარცხებთ და გამოვდივართ გადაყლაპულობიდან გამოვდივართ სხვანაირები და გამოვდივართ ბევრად უკეთესები რაც თავარია ხო ამიტომ ციგნები არის ძალიან კარგი წყარო ხოლმე როდესაც ნუ ჩემი მთავარი ის საზრუნავი ხა არის გარშემო ადამიანებისთვის აი ამ რაღაცნაირად ხნეობის და სიკეთის დაბრუნება იმიტომ რომ მე პრინციპულად თუ კი რამის ჯერა ეს არის და ყველაზე მეტად რაც მაბრაზებს ხოლმე არის როდესაც კითხვას ვამბობ რომ აი ხა ესეთი მშვიდობიანი პროტესტი და არა პრინციპულები უნდა ვიყოთ ზუსტად ამაში რა იმიტომ რომ ეგ არის ჩვენ შორის განსხვავება ეგ არ შეიძლება რომ ვისაც ებრძვი იმას დაემსგავსო რა არავითარ შემთხვევაში და ყველაზე დიდი უბედურება და მარცხი ჩვენი იქნება დადგება გარდაულად მაშინ თუ ადამიანები მაგას იფიქრებენ რომ არაძალადობრიობას არ აქვს ძალა ანუ ყველაზე დიდი ძალა ამ ქვეყნად და ამას გვიდასტურებს კაცობრიობის ისტორია ყველაზე დიდი ძალა აქვს არაძალად იდეებს ზაფრისიჯიუტე და პრინციპულობა მნიშვნელოვანი ამ დროს რა თქმა უნდა პრინციპულობა მაგრამ შენია გააცნობიერება რატომ აკეთებ იმას რაც აკეთებ და ეს არაძალადობრიობა იმიტომ რომ ძალადობა ყოველთვის ბოროტებას გულისხმობს საბოლოო ჯამში და არაფერი კარგი ძალადობიდან არასოდეს არ იბადება ამას ჭირდება მე კი ეს არის ჭრილობები რომელსაც ჭირდება მოშუშება და ან მოიშუშებ ან არ მოიშუშებ და ამის მაგალითები ჩვენ საკუთარ ტყავზე გვაქვს გავლილი ხო როდესაც ჩავთვალეთ რომ ჩვენ შეიძლება რომ საზოგადოება გავიყოთ და ერთმანეთზე ვიძალადოთ და ეს არასოდეს არაფრით კარგით არ თავდება. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანებს მივცეს რწმენა, გავუზიარო უბრალოდ მე რა უნდა მივცე, მე შემიძლია ჩემი რწმენა გავუზიარო რომ კი პრინციპულ არაძალადობრივ პროტესტს ყოველთვის აქვს საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი ძალა და ამისი რწმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისი რწმენა მათ შორის მოდის ესეთი წიგნებიდან და რა თქმა უნდა ხა მე ისედაც ყველას ვურჩევ ხოლმე რომ ბეჭდების თუ შეგიძლია რომ კონცენტრირდე ხა და ეგეთ რამეები იკითხო ჰარი პოტერი და ბეჭდების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ამ წიგნის წაკითვას ძალის ხმევა არ დაჭირდება რადგან ხო აი შეგიძლია რომ ამ ფონზე იკითხო და ეს ძალიან გეხმარება რა. კონტექსტში თუ წავიკითხავთ. და ისედაც ძალიან საინტერესო. მეც მაქვს ეს წიგნი და გავეცნობი, მე მგონი შეგვიძლია რეკლამაზე გავიდეთ, რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად დავბრუნდეთ და ისევ აქტუალურ თემებს მიუბრუნდეთ, დახმარებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნით, რომელსაც
მოგვიტანს სტუმარი, ასე რომ დაელოდეთ ჩვენს მეორე ნაწილს.